ეს არის ფორმატი 6+2 ნაკრები, ეს ტიერ 2-ის ქვეყნებიდან. ამ წელს უკვე მონაწილეობას მიიღებს ჩვენთან ერთად ესპანეთი, წინა წელს პორტუგალია იღებდა მონაწილეობას. გვაქვს ამ ტურნირის გამოცდილება, შაშანაც მივიღეთ ამ ტურნირში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი არის ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის 18 წლამდე ნაკრები, განვითარება არის აქ პრიორიტეტული და ძალიან კარგი არის, როდესაც გვეძლება საშუალება, რომ ტიერ 1-ის გუნდებთან გამოვცადოთ ჩვენი ძალები. წინა წელს ეს ტურნირი საკმაოდ წარმატებულად ჩავამთავრეთ და იმედი მაქვს, რომ წელსაც გამოცდილებასთან ერთად კარგ, სანახაობრივ და შედეგიან რაგს ვანახებთ და შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს. დააცა თქვენთვის რა მნიშვნელობა ექნება ასეთ შეჯიბრებაზე გამოსვლას, ასეთი ნაკრებების წინააღმდეგ თამაშს და როგორ ფიქრობთ ეს რამდენად დაგეხმარებას თქვენი კარიერის განვითარებაში ასეთი გამოცდილების მიღება ასეთ დონეზე? დიდი გამოცდილება არის ტიერ 1-ის გუნდებთან თამაში. სამომავლოდ გამოცდილება არის იმის, რომ ესეთი დიდ გუნდებს ვეთამაშოთ და დავამარცხოთ კიდევაც წინა წელს საფრანგეთი დავამარცხეთ და დღეს წელს შევეცდებით, რომ სამივე მეტოქი დავამარცხოთ. აი სამივე მეტოქი ნამდვილად ძალიან გამორჩეული არის და საინტერესოა აი თქვენ ყველაზე მეტად რომელ ნაკრებს ელოდებით, რომელთან გსურთ ყველაზე მეტად თამაში და რა კომპონენტებით გამოარჩევდით ამ გუნდებს? ირლანდიასთან თამაში იქნება ალბათ ყველაზე ცოტა ისეთი აი დაზაბული თამაში. წინა წელს სამხრეთ აფრიკაში 2 ქულა დავუყლა და შევეცდებით პასუხი გავცეთ და მოვიგოთ ეს თამაში. ანუ რევანში ასაღებია ირლანდიის წინააღმდეგ და საინტერესოა ამის გაკეთებას შეუძლებს თუ არა. ზურაბ როგორც იცი, საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი პროცესი არის დაგეგმილი ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის. ორი სხვადასხვა შეკრება უნდა გქონდეთ, რომ გვიანბოთ ამის შესახებ, სად შეიკრებებით, როგორ და რაზე გააკეთებთ აქცენტს ამ შეჯიბრებისთვის. ორ ეტაპად არის დაყოფილი ეს შეკრება. ჯერ მიმდინარეობს ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატი, ნახევარფინალები არის ამ უქმეებზე. შემდეგ უკვე 8 აპრილს არის ფინალი და ჩვენი ინტერესიც არის რომ მოთამაშეები არ დავაკლოთ კლუბებს, გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა კლუბები, მიიღონ ამ თამაშებში მონაწილეობა და მხოლოდ როდესაც დამთავრდება საქართველოს ჩემპიონატი, მას შემდეგ ვიწყებთ აქტიურ მოსამზადებელ ეტაპს, გვექნება შეკრებები, ჩვენი შეკრებები არის 5 დღიან ბაზებად არის, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან და არ მოხდეს მოთამაშეების გადაღლა. ვცდილობთ რომ უქმეები გაატარონ ოჯახთან ერთად და კვირის დღეებში ვართ შეკრებებზე. პირველი ეტაპი გაიმართება შევარდენის ბაზაზე, მეორე ეტაპზე იქიდან გამოდი რომ შევარდენის ბაზა იქნება დაკავებული და ეროვნული ნაკრები და შავი ლომი გადის მომზადებას, ჩვენ გადავინაცვლებთ მარტყოფის ბაზაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთის ნაკრებთან, თანატოლის საფრანგეთის ნაკრებთან და მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაში არის და სავარაუდოდ ჩამოლენ მარტის ბოლოსკენ, სადაც ტურნირამდე გავმართავთ ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო თამაშს, რომელიც დაგვეხმარება, რომ მე ტურნირზე უფრო კარგად მომზადებულები გავიდეთ. დაცა უნდა აღნიშნოთ, რომ ძალიან დიდი სხვაობიც კიდევ ერთხელ მოახერხეთ 18 წლამდელებმა გამარჯვების მოპოვება რაგბი ევროპის ტურნირზე, თუმცა ამ ტურნირიდან შემდეგ სულ სხვა მოსამზადებელი პროცესი უნდა გაიაროთ, რა თქმა უნდა, ამ ფესტივალისთვის და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ასეთ მეტოქეებთან თამაში და რამდენად მზად იქნება ნაკრები, როგორ ფიქრობთ, გუნდში განწყობა როგორი არის, როდესაც გაიგეთ, რომ ასეთ ტურნირზე ითამაშებთ კიდევ ერთხელ ასეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ? ყველაფერს ვიზავთ მაგისთვის, თავიდანვე პირველი შეკრებიდანვე და ეხლაც უკვე ვარჯიშები გვაქვს და აქედან უკვე ვცდილობთ, რომ გადავიტანოთ ეს რაღაცები და სპორებს რო შევალთ. აღარ მოგვიწევს უკან დაბრუნება და ეს გავაგრძელებთ იმ ეტაპიდან, საიდანაც ვიყავით და უფრო წინ. ნამდვილად და ზურა ასევე უნდა კითხოთ მეტოქეების შესახებ, უკვე აღნიშნავ ირლანდიასთან თამაშს განსაკუთრებით ელოდება, თუმცა თქვენი მხრიდანაც, ნელის მხრიდანაც საინტერესო იქნება ამ ნაკრებებთან ზოგადად რა შანსები გვექნება და მთავარი ამოცანა გარდა გამოსვლების მიღებისა, რაც თავისთავად იქნება ბუნებრივი ამ ტურნირზე გამოსვლით, კონკრეტული რამე მიზნები ხომ არ გაქვთ მოხაზული ამ 6 ერის ფესტივალზე? სამივე თამაში იქნება დიდი გამოწვევა ჩვენი ნაკრებისთვის, მე ვფიქრობ და დათამ აღნიშნა და ვეთანხმები რომ ჩვენ დაგვიმარცხებია ტიერ 1-ის გუნდები, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი ავიყვანოთ, რაც შეიძლება მაღალ ხარისხზე და შემდეგ ჩვენ ტურნირზე შევძლოთ ის რომ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ. მე ვნახავთ უკვე ვისთვის იქნება ეს ყველაფერი საკმარისი, რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე, მოსაგებად გავალთ, მაქსიმალურად ვეცდებით რომ
ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რისთვის იქნება ეს საკმარისი და რისთვის არა, მაგას უკვე შემდეგში ვნახავთ. თავარი არის ერთი რამე, რომ უკვე გვიმაგრებს წინა წლის გამოცდილება და მოთამაშეები აღარ იქნებიან შეფოჭილები ტიერ-1-ის გუნდთან თამაშას, იმიტომ რომ თანატოლ ბიჭებთან თამაშობენ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება, გარდა საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაში მანამდე ვეცდებით, რომ 20 წლამდე ნაკრებთან ვითამაშოთ და შევიძინოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ტურნირზე, რა თქმა უნდა, ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ, რაც თავარია და გამოცდილება მიიღონ მოთამაშეებმა და შევეცდებით თითოეული მათგანის დამარცხებას. ეს როგორ გამოგვივა, მე ვნახოთ. ერთ რამეს ვპირდები, რომ მაგისთვის მცდელობას არ დავაკლებთ და მუშაობას და დანარჩენი უკვე შემდეგში ვნახოთ. თათა როგორც უნდა აღნიშნა, ტიერ-1-ის ნაკრების წარმომადგენლებთან მქონია თამაში გამოცდილების საკმაოდ დაზაბული ბრძოლაც იყო ირლანდიასთან, როგორც ასევე თქვით. კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, როგორ არის, როგორც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობთ ლელოს შემადგენლობაში და ამის შემდეგ, როდესაც უკვე გიწევთ საზღვარგარეთ გასვლა ნაკრებთან ერთად, რაგბი ევროპის გარდა უკვე ასეთ ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება, კონკრეტულად რა ასპექტები იცვლება ხოლმე თქვენ თამაში და ამდენად დადებითად ისახება საერთაშორისო დონეზე გამოსვლა, კონკრეტულად თქვენ შემდეგ, როდესაც უბრუნდებით საქართველოს ჩემპიონატს საინტერესოა. ეს ტურნირი რომ ვარ პირველ რიგში გამოცდილებას ვიღებთ ძალიან დიდ და იქ თუ კაი ტურნირი ჩავატარეთ, აქ სპორტებზე ისეთ მაგარ ფორმაში შევდივართ, რომ აქ ჩამოდივართ უკვე ერთი თავით მაღლა ვდგავართ. გამოირჩევიან ხოლმე შემდგომში უკვე შიდა ჩემპიონატზე ის მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრებში აქვთ ესეთ მაღალ ტურნირებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა. ყველა ჩემპიონატს თავისი მახასიათებელი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ჩემპიონატში შედარებით უფრო მეტი არის კონტაქტი და ამ ასპექტში ჩვენ თანატოლებთან შედარებით უკეთესად გამოიყურებით ხშირად. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, უკეთესი ხდება ტემპიც საქართველოს ჩემპიონატში და ჩვენი მთავარი გამოწვევა იქნება ერთ-ერთი, რომ აი მაღალ ტემპზე მოვახდინოთ ადაპტაცია, მოვერგოთ იმ მაღალ ტემპს და მან შევძლოთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლა. და ბოლოს მინდა რომ კითხოთ უკვე დიდი ნაკრების შესახებ, რომელიც რაგბი ევროპაზე ასპარეზობს, უკვე მესამე შეხვედრას გამართავს გუნდი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასვლას ითამაშებს, ორი მოგება ესპანეთსაც აქვს, საქართველოს ნაკრებსაც. გარდა ამისა, დიდი ამბავი ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავიდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ უელსს გადავასწარეთ რეიტინგში მე-15 პოზიციაზე გადავედით და ამის მნიშვნელობის შესახებ მინდა რომ კითხოთ, რა ხელმოვლენაა, რომ საქართველოს ნაკრები უელსზე მაღლა დგას უკვე რეიტინგში თქვენი აზრით. რა თქმა უნდა, რო შევადაროთ საუკუნოზე მეტი არის სხვაობა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა 1999 წელს ითამაშა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა პირველი საერთაშორისო თამაში და თუ არ ვცდები 1891 წელს აქვს უელსის ნაკრებს პირველი თამაში ნათამაშები საუკუნეზე მეტი არის. სხვაობა ასევე უელსი არის სოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, მესამე ადგილზე არის გასული, თუ არ ვცდები 1997 წლის სოფლიო ჩემპიონატზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ესეთ ტიტულოვან გუნდს და ესეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდს ნაკრებზე წინ დგები რეიტინგში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასიამოვნო და ამის უკან დგას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა, თავდადება მოთამაშეების, სამწვრთნელო სტაფის, წინა თაობების, რომ აქამდე მივსულიყავით და ძალიან სასიხარულოა და ამაყი ვარ, ესე ვთქვათ, რაც შეეხება ესპანეთს, მე მოლოდინი მაქვს, რომ არ იქნება მარტივი თამაში, იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება ამ თამაშისთვის, თან სახლში თამაშობენ, ყველამ ვიცით, რომ ესპანეთი მაინც მეორე ნომერი იქნება ამ თამაშზე და მათ დასაკარგი არაფერი არ ექნებათ. ჩვენს წინააღმდეგ, გარდა ამისა, როგორც მაქვს ინფორმაცია კლუბში რამოდენიმე მოთამაშე ნაკრებში ბოდიში რამოდენიმე მოთამაშე ტრამვის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ წინაღობის გადალახვას და ამ გამოწვევასაც საკადრის პასუხს გავცემ და მოლოდინი მაქვს, რომ გამარჯვებით დაბრუნდება ჩვენი ნაკრები და მინდა წარმატება უსურვო ვისარგებლო შემთხვევით.